გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ არც ხრება საქართველოში ისტერიკა ძაღლების წამებასთან დაკავშირებით, ეს კარგი მოვლენა არის ზოგიერთისთვის და ვისთვისაა განსაკუთრებულად ეს კარგი მოვლენა, ეს ყველაფერი ვის ჭირდება ეს ყველაფერი. საღოლ-ძმაო ამ უშიშროების სცენარისტებს, ვინც ქართველი ერისთვის წერს თუ საზოგადოების ყოველდღიურობა როგორ უნდა იყოს და როგორ უნდა იცხოვროს ქართულმა საზოგადოებამ, იმის გამო რომ მართლა რა პრობლემებია ამ ქვეყანაში, იმაზე არ მოხდეს ყურადღების გამახვილება, 1000 რაღაცას იგონებენ და 1000 რაღაცა იქმნება ქვეყანაში და ეს მუშაობს ეს. და ვიცი, მაგრად შეუსწავლიათ ქართველი ერის ფენომენი და ვიცი, ახლა სამწუხაროდ აღმოჩნდით ეგეთი იდიოტი ხალხი, რომ არ შეგვიძლია ერთმანეთისგან რაღაცეების განსხვავება. ჯერ ამ ისტერიკა ხალხს მინდა მოგმართოთ რა. გუშინ ჩავწერე ვიდეო ლაივი, პოსტიც მქონდა გაკეთებული, რომ გარკვევით მეწერა, რომ სადიზმი არ შეიძლება, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ძაღლი დააყენო ადამიანზე მეტი მაღლა, გინდა უსაფრთხოების თვალსაზრისით, გინდა უფლებების თვალსაზრისით და ბიჭო, ამდენი ავადმყოფი, ამდენი გაჭირვებული, ამდენი შიმშილით მომაკვდავი იყოს ქვეყანაში და ცოფიანი ძაღლები აინტერესებდეს საზოგადოებას და ამაზე წუხდეს და ამაზე იყოს აღშფოთებული მთელი საზოგადოება. არ არის ეს ხალხო ნორმალური, არ გქვიათ თქვენ ნორმალურები. და ეს გასაგებია ახლა რომ შემოვარდებით, ახლა მოდურობა მაგარია და აბა უნდა დაწვა ძაღლი? არა, აბა უნდა მოხარშო ცოცხლად? ასე ყოველგვარი აზროვნებიდან, გააზრებიდან დაცლილი საზოგადოება. ავადმყოფი ხალხი ხართ თქვენ. თქვენ ხართ ავადმყოფი, ჩამოყალიბებული ავადმყოფი ადამიანები, ვინც ეს დღეებია ამ ისტერიკას ხალთ აყოლილი. შეიძლება ადამიანმა ერთხელ თქვა და დააფიქსირო შენი აზრი. არ შეიძლება ძაღლის გულისთვის ერთმანეთს დედა აგინოთ. არ შეიძლება ძაღლის გულისთვის შვილები უწყევლოთ ერთმანეთს. არ შეიძლება ეს ხალხო, არა, ეს ძაღლი გიყვარს და ადამიანს ძაღლის გულისთვის დედას აგინებ და შვილებს უწყევი, იმიტომ რომ მისი აზრი გამოხატა. ვინ იქცევა ასე? რომელი ერი ექცევა ასე ერთმანეთს? და მე გამოდიხართ და მიმტკიცებთ, რომ ძაღლი გიყვართ, ძაღლი გეწოდებათ და ადამიანი არ გეწოდებათ. ადამიანი გეზიზღებათ. და თქვენ გინდათ, ბიჭო, ამ ქვეყანაში რამე შეცვალოთ? და თქვენ გინდათ, რომ ხვალინდელი დღე კონდეს საქართველოს? არ ექნება, ძმაო, არ უნდა კონდეს და იმიტომ რომ ამდენი დებილი და ავადმყოფია. ამდენი იდიოტია, იმიტომ რომ წაკითხulis გააზრება არ შეუძლია ადამიანს. რამის თქმა გააზრება არ შეუძლია, მოსმენილის გააზრება არ შეუძლია. კითხვა დიდი სასჯელია, კითხულობ, იმაზე ენერგია მიდის, მაგრამ ყურჩი ხო უფასოა ის, რომ შეგდის ინფორმაცია და არ დაღლა არ გიწევს, იმის გააზრებაც არ შეგიძლია, ხო? ბიჭო, ამ სულიერ ძაღლებზე რო დარდებთ მარტო. იცით ტყეში რამდენი უპატრონო შველია? შლის ნუკრის ნაამბობზე ახლაც ცრემლი მომდის. წადით, მაშინ ტყეში ძდიეთ იმ უპატრონო იმგენს, რა ქვია? ბელებს, მგლის ლეკვებს, შლის ნუკრებს. წადით, იმას რატო არ წუხართ? ტვინი ხო უნდა კონდეს ადამიანს თავში? კი, ცუდია. და ჯერ გასარკვევია მართლა ხდებოდა თუ არ ხდებოდა ეგ ყველაფერი, რომ ვერ წარმომიდგენია მაინც ეგეთი ფაშისტი იყოს ადამიანი ცოცხლად დაწვას ძაღლი. სულიერი არსება და თან მასობრივად ცოცხლად დაწვას. ხო ხვდებით, რომ ეს ყველაფერი არის იდეოლოგიზირებული ნაგავი ჩადებული მასის თავში, იმიტომ რომ იყოს მუდმივი არეულობა ამ ქვეყანაში. და გუშინ ვამბობდი, მოვძებნე მე ეს ფოტო და გაჩვენებთ. თანამედროვეობის
თანამედროვეობის ჭეშმარიტი ევროპელობის მაჩვენებელი არის აი ეს. ჩამოდის გერმანიიდან კაცი, იძახის რომ ქრისტიანობა არ გინდათ, მართლმადიდებლობა არ გინდათ, იყავით LGBT, შედით ევროკავშირში და ჩაეხუტე ძაღლს. აბსოლუტურად ყველა, ვინც ძირითადი მასა კივის წივის, აი ამათი კლასტერია, ამათი. და ამას აყოლილი, ამხნის ქალები, ბიჭო, ამხნის დედები, ბიჭო, ერთმანეთს შვილებს უწყებლით. ერთმანეთს ლანძღავთ, ერთმანეთს აგინებთ. აი ესენი ზიანაგერ გვერდით და გასწორებულში არიან და ყველა იწერს იქ თავის იმას, რომ ნამუშევარში ეთვლებათ, რომ ამდენი ხალხი გამოიყვანეს ქუჩაში, აგერ ძაღლის უფლებებს იცავენ, იმას იცავენ, ამას იცავენ. აი, მიდის, მიერეკება ამ ქვეყანაში ეგ იდიოტიზმი. პარალელურად რა ხდება? პარალელურად რა ხდება ქვეყანაში? კიდე ერთხელ დავდებ. სადა ესა? ერთი წამით. აგერ რა ბატონო? საქართველო რომელი ქვეყანაა, იცით? სადაც ამდენი ბავშვი შიმშილობს. ამდენი ადამიანი კვდება, თოთო ბავშვი კვდება და ამ უბედურებაში ვიმყოფებით, ამაზე არავის არ აქვს რეაქცია. თქვენ რეაქციას რას ეძახით? კომენტარსო და წერთ Facebook-ში, ვაიმე დედა გადაშენების პირასა ვარ და ცუდად. ატეხილა ბიჭო ისტერიკა. ერთი ბავშვის სიცოცხლე მაინც ღირს ის მთელი ძაღლები რაცა გაქვთ აღებული. ასე ისტერიკაში რო ხარ ჩავარდნილი. ეს თურმე ვიღაცა, რა ვიცი, მერაბიშვილის ვინც ხარ გელფრენდი თუ ვიღაცა გამოხტა და არ ვიცი ერთი ნახო ტირის თურმე და ქართველებსო ესო ცნობიერებაო უნდა აუმაღლოო და ძაღლების ფონდიო უნდა შევქნაო და მოთქვამს. ამ საცოდავმა ალბათ არ იცის, ამას საქართველოს მარტო ხიკი ხინკალი და ხაჭაპური გონია ახლა რა ეგონება. იქამდე მისულა ამერიკაში და იგი მოთქვამს. ამ საწყალმა რო იცოდეს რომ საქართველოში ქართველების დეპოპულაცია მოდის, ქართველების გადასარჩენ ფონდს გააკეთებ და ალბათ ძაღლამდე. და ყველა სააგენტოსაა გამოჭიმული. ყველა კოცი გარბის. კოცები ახლა მიცვენილები არიან და ძაღლების თავშესაფარზე და აი ნაცების დროს ხო არ იყო ძაღლების თავშესაფარი. ახლა ხო არის. ღმერთმა დალოცე ბიძინა. პირადი ზოოპარკია, კაცა ძაღლს რა არ შეიცოდებს. და ბიჭო სინამდვილეში ქვეყანაში აი რა უბედურება ტრიალებს, ამას არავის არ აინტერესებს. ელემენტარულს გეტყვით ხალხო, აი ელემენტარულს გეტყვით. ამ გაშიმშილებულ, ამ გაძვალტყავებულ ქვეყანაში, ისედაც გაშიმშილებულ, გაძვალტყავებულ ქვეყანაში გავრცელდა აგერ ინფორმაცია უპოვართა სასადილოში თუ სადმე არსებობს. ჩაფრენილები არიან. მე არ ვიცი ძმაო, მე არ ვიცი ეს კოცობა საერთოდ რისისა ფენომენია. რისი ფენომენია ეს კოცობა? შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ესა უშიშროების მინისტრი იყო, ბოშებსო იმას პარავდაო ბახშიო საჭმელსო და იმით გამდიდრდაო. ეს რა არის? უფასო სასადილოში 3,529,000 მოიპარა ხუთმა კოცმა. არა ახლა ჩემი ვერ იქნებოდა იქ ვერც ეს უფასო სასადილო და ვერც დაფინანსებას მიიღებდა და ვერც გრანტს მიიღებდა. ეს არავის არ აინტერესებს. უმწეო, გაჭირვებულ, გაღატაკებულ ადამიანს სუპს და კარტოფილს რო უგდებენ შიგნით 3,500,000 მოპარა. ეს არა კაცო, ეს არა, ეს ასე უნდა იყოს. ეს არაა პრობლემა, ამაზე არ წუხს საზოგადოება, ეს პრობლემა არა. ეგ პრობლემა არა. ამაზე არ შეიძლება აქცია მოეწყოს. ამაზე არ შეიძლება ვიღაცას გული აუჩუქდეს. იმიტომ ადამიანს მოპარა ძაღლს კი არა, ძაღლის ამოეპარა. გაძვალტყავებულ, გაშიმშილებულ ქვეყანაში, აი შეხედეთ, ეს დასაწყისია. ეს ჯერ დასაწყისი არის. ფასებს ხო ამცირებდნენ. ხო შეემწყურვალი ხო არის ხალხი რეალობაში და ოდნავ იფიქრეს მაინც ვითომ მაგაზე და
ფასებს ამცირებდნენ, მაგრამ წილოსანი გამოვიდა და ვადაგასულებიო გაყიდეთ, იაფათო და აჭამეთო ხალხს რო კაცო მაგის პრობლემა არაა, ხო? ამის ბიჭო, ამის შეცოდ, ამაზე მეტი სისასტიკე რა გინდათ, ბიჭო? საკუთარ ერს, საკუთარ ხალხს როგორ ექცევით? ვადაგასული საჭმელიო იყიდეთ და აჭამეთო თქვენ შვილებს, რომ იაფათო. ამას ამბობს დეპუტატი. აგერა ეს ჯერ ისა რა ქვია ყვავილებია გაძვირებები პატარა ხანში ნახეთ კიდე პატარა ხანში რამხელა გაძვირებები იქნება აგერ ამ ძალმადიდებლობის და ძაღლების დაცვის პერიოდში აგერა 33% ძვირდება ელექტროენერგია 33% ძვირდება ენერგია, ელექტროენერგია. არა, ამაზე არ შეწუხდეთ არავინ. ამაზე ხმა არ მოიღოთ. იმიტომ რომ ეს ძაღლს არ ეხება, ეს სულიერი არაა. ჩვენ სულიერები არა ვართ ადამიანები საქართველოში. ნუ თქვენ მართლა არა ხართ რომ გიყურებ მე. ამაზე არა, ეს საპრობლემო არა ეს. რა მოხდა კაც? ხალხი გაიტანს, გადაიტანს, ძაღლმა იკითხოს. ამაზე არა ხალხმა ისეთმა ხალხმა მოიღო ხმა წლებია გამომწერებში მყავს და წლებია მეგობრებში მყავს და კომენტარი რო არ დაუწერიათ თქვენ მოგმართავთ თქვენ იდიოტებო თქვენ იდიოტები გქვიათ და იმიტომ ძაღლის გულისთვის რო იჭრით ნერვებს და ამდენი უბედურება ხდება და ამდენი გაჭირვება ქვეყანაში და ამაზე რო რეაქცია არა გაქვთ ეს არა კაცო ეს შეირგო რა მოხდა 5 კაპიკით გაძვირდა და იქცა ქვეყანა აგერა იდე ზამით აგერა 2025 წლის მონაცემები 2025 წლის მონაცემები 379,957 ბავშვი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რომლებიც დახმარებას იღებენ და რომლებსაც საკვები არ კმარად და რომლებსაც ესა რა ქვია და 23,322 ბავშვი ახალი არის ეს არა გვაქვს პრობლემა ხალხო ეგ არაა პრობლემა ამას არ აფინანსებს სოროსი ამაზე არ დაობს იმას რა ქვია ევროკავშირი ჩამოსული ევროპელი იმას ქართველ ბავშვს კი არ მოეფერება და ჩაეხუტება ძაღლს ჩაეხუტება ძაღლს იმიტომ რომ იმას ძაღლი აინტერესებს ქვეყანაში რა ადამიანი კი არ აინტერესებს მეტნაირად ეხლა რანაირად მოგმართოთ რა სიტყვებით შეიძლება თქვა ერთხელ ადამიანმა და დაასრულო შეიძლება თქვა რომ ვამბობ კიდეც ხო თუ ის ხდებოდა რასაც ამბობენ საშინელებაა სადიზმია და კი ბატონო ცოცხალი არსების წამება არ შეიძლება ბაცო მაგრამ წამებაში რო არის მთელიერი ჩავარდნილი და წამებაში როა ადამიანები და თოთო ბავშვები როა ჩავარდნილი და 800-მდე ჩვილი იღუპება და ამდენი ბავშვი მშიერია და აგერ 23,322 ბავშვი ახალი რეგისტრირებულია კიდე სოციალთა დაუწვი ჯერ რას აძლევენ ამ ბავშვებს საარსებო აქვს წართმეული სულ ყველას გამორბის ხალხი საქართველოსთან და საჭმლის და წამლის და იმის გამო უცხო ქვეყნებსაა შემოფარებული ისე აი ისტორიას არ ახსოვს საქართველოს ისტორიას რომ როდესმე ყოფილიყო საქართველოში ისეთი პერიოდი რომ ქართველი ადამიანი მისი ნებით დედაბუდიანად ტოვებდა სამშობლოს და გარბოდა სხვაგან არ ყოფილა ესეთი მომენტი ეგ ყველაზე რთული პერიოდი იმიტოა ჩვენი ქვეყნისთვის დღეს რომ ისტორიას ესეთი რაღაცა არ ქონია ქართველი და ემიგრაცია ვერ ძლებდა დღეს ოღონდ საქართველოსთან გაიქცენ თავიანთი ოჯახებიც წაიყვანონ თავიანთი შვილებიც წაიყვანონ დამთავრდა არავის არ აინტერესებს იმიტომ რომ აქ საჭმელს არავინ გაუჭირვებს არც საბუთი ჰქონდეს არაფერი ჰქონდეს საერთოდ დადექი დიკიურის რიგში ეგერ საფრანგეთში და 1000 ისა რა ქვია ფონდები არის მიდი და საჭმელს მოგცემენ არ მოკლავენ შიმშილით უცხო ქვეყნის მთავრობებს
უცხო ქვეყნის მთავრობებს უფრო ადარდებთ ჩვენი ბავშვები და ჩვენი ავადმყოფი ხალხი ვიდრე ჩვენ ხალხს და ჩვენ კაი მთავრობა გასაგებია ხალხზე გეუბნებით თქვენზე მაგ ლაპარაკი იმიტომ რომ თქვენ არ გშიათ იმიტომ რომ თქვენ არ გწყურიათ და ძაღლი გაგიხდათ ბიჭო ქვეყანაში პრობლემა როგორ არ უნდა გითხრათ რომ იდიოტები ხართ არა მაგ ლაპარაკი არა მაგ იმაზე ლაპარაკი რომ ეს ცუდია რა თქმა უნდა ცუდია და მოხდა ეს რო ხდება აწლეულები როა ეს რო ხდება საქართველოში ეს რატოა კარგი და რა გამაგებიეთ ვინმემ რომ ქართველი ბავშვი რატო არ დგას იმაზე მეტი მაღლა ვიდრე ძაღლი საქართველოში იმიტომ რომ ძაღლის უფლებებია ბიძია პრიორიტეტი ნეოლიბერალური სამყაროში იმიტომ რომ ძაღლი ადარდებთ ასია ეს აგერ გუშინ ერთმა ქალბატონმა დამიწერა ზოოფილია თურმე ძაღლთან სექსუალური კავშირის დამყარება გერმანიაში თურმე იმაზე არის რა ქვია კანონით არის დაცული ხომე აი ადრე ქართველებმა ვიცოდეს შობელ ძაღლი და ძაღლიშვილი და როგორ ამის რო შეხედავ ადამიანის ცხოველის და იმის ადამიანის ნაზავს უფრო გავენ თავიანთი ქცევით ფორმა აქვს ადამიანის თუ არა ისე ცხოველები არიან ნუ ზუსტად ალბათ ეგეთი ჰიბრიდული ჯიშები არიან ბიოლაბორატორიაში გამოყვანილი და არაფერი არ გვეშველება და რატო არ გვეშველება არაფერი იცი აი ასეთი ყალბი საზოგადოება როა და ეს მარტო ქოცების ბრალი არა არც მარტო ნაცების ბრალი არა აქეთ რომ ბრძნათ მეტყველებად მოგაქვთ თავი და გამოდიხართ და იმას ლაპარაკობთ რომ ეს ამას როგორ ამბობ ეს რანაირად სულიერის წამება როგორ მთელიერია ბიჭო წამებაში და ხმას არიღებთ არავი აი ამაზე მეტი სიბნელე და რა უნდა მოთხოვო ბიჭო ახლა შენ რა უნდა მოთხოვო ამ ხალხს ერთობა უნდა მოთხოვო ტერიტორიული მთლიანობისთვის ეს რა ქვია ბრძოლა უნდა მოთხოვო სამშობლოს დაცვა უნდა მოთხოვო რა უნდა მოთხოვო არა ვერაფერს ვერ მოთხოვო იმიტომ პირუტყვის დონეზე არიან დაყვანილები არც ცხენიათ რამეს ეტყვი შემოგივარდება და დაგიწყებს დედის გინებას დაგიწყებს წევლას დაგიწყებს კრულვას რატო ჩაახედე რატო უთხარი სიმართლე რომ იდიოტია აი ესაა მთავარი პრობლემა ჩვენ რომ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები ვიყოთ ნორმა არა მაქვს გენიოსობაზე ლაპარაკი და არა მაქვს ლაპარაკი იმაზე რაც ისლანდიაში მოხდა 2009 წელს როგორ მოახდინა ხალხმა რევოლუცია როგორ შეცვალა მთავრობა კონსტიტუცია როგორ დაწერა და როგორ შექმნა ყველაფერი ხელახლა არა მაქვს მე ამაზე ლაპარაკი იტყოდა ელემენტარულ რაღაცას სანამ ძაღლამდე მივიდოდა მას იტყოდა რომ საქართველოში მშიერი ბავშვი არ უნდა დადიოდეს ქართველები ვართ მთლიანად ერთი უბნის მოსახლეობა დიდი ქალაქის და გვაქვს უმდიდრესი ქვეყანა და ვისაც შია უნდა იყოს იმისთვის გამოყოფილი მაღაზია სადაც მიდის ადამიანი და იღებს გარკვეული რაოდენობის საკვებს და არ ჭირდება ამას მილიონები და მილიარდების ხარჯი სუპერმარკეტები როა 17 და 18 მილიარდს რო შეულობენ უნდა დაავალდებულო ეგ სუპერმარკეტები რომ პროდუქცია რომელიც არ იყიდება და ერთი თვე აქვს გაყიდვამდე დარჩენილი ჩააბარე გაჭირვებულისთვის და ამის გამო მე შენ შეღავაც გაგიკეთებ გადაყრას და განადგურებას თქვენ გონიათ აქ საფრანგეთში და ევროპაში მართლა ისე უბრალოდ ისე აჰაერზია იქ ყველაფერი არის ესეთი შეთანხმება ბიზნეს და სახელმწიფოს შორის რო არ შიოდეს და შიმშილით რო არ იყოს ხალხი ჩამოსული და თუ ადგილზე მყოფი გაჭირვებული რო არ იყოს თქვენ გონიათ ფრანგები არ დგანან იქ არიან რომლებიც არ უნდათ ან მუშაობა არ უნდათ ან ამი არ უნდათ ან ხელის განძრევა არ უნდათ ან რაღაცა პრობლემა შეექმნათ და საჭმლის პრობლემა აქვს არსებო პრობლემა აქვს დგანა გარო მე იქ რიგში და მინახია რა ხდება და ისიც კარგად ვიცი როგორ ხდება და რანაირად ხდება გადანაწილება
და ბავშვს თუ დაინახავენ, ვინც არიგებენ, 10 იმდენს დაურიგებენ. ხო, არ მიცხოვრია მე აქ იმაში, რა ქვია, კემბრიჯების და ოქსფორდების იმაში, საცხოვრებლებში და არ ყოფილა, გახარიასავით 20 მილიონიან იმაში, ვილებში. და ასე აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც აქ ჩამოდის. პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. ასე ხდება ეს. და ასე ხდება, რომ მოჭაჭარბ საქონელს გამოიტანს ბიზნესი აბარებს და ხალხი ჭამს, რომ შიმშილით არ მოკვდეს. საქართველოში მთავრობა ბიზნესს ეუბნება მორჩენილი საქონელი მაინც გააიაფეო. ის კი არა რომ ვადა გასული მოწამლავს და არ შეიძლება იმის არც გაყიდვა არც არაფერი ის გააიაფეო. კაცო ამას ეუბნება მილიონერი წილოსანი. და ამას განეხილავენ სერიოზულად განეხილავენ. მე ბიჭო თქვენ გინდათ რომ მე ან ამ მთავრობაზე, ან ამ ოპოზიციაზე, ან ამ ეგრეთ წოდებულ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებზე დადებითი ვთქვა? რატო უნდა ვთქვა დადებითი? რატო უნდა ვთქვა დადებითი? იმსახურებენ დადებითის თქმას? გული მისკდება ეს სიკეთის ქალაქი რო არის ესა Facebook-ზე გვერდი ადამიანი დადის სოფელ ეძებს და ხალხი ცდილობს დაეხმაროს ზოგი 10 ლარით, ზოგი 50 ლარით, ზოგი მეტით და შია ამ ბავშვებს. გენოფონდი გვინადგურდება თვალწინ. ამაზე არავინ არ დარდობს. ძაღლზე დარდობს. ყველა ისე წავა ქვეყნის საქმე. ძაღლები კარგად იქნებიან ამ ქვეყანაში და ადამიანები აღარ დარჩება ამ ქვეყანაში. აი ამის თქმა მინდოდა. რატომ მინდოდა ამის თქმა იცით? და ვამთავრებ ამ თემასთან დაკავშირებით საუბარს, მე არ მაქვს არანაირი სურვილი ამ იდიოტებს რამე ველაპარაკო, კიდე, იმიტომ რომ ყველაფერი ახსნილი მაქვს, ყველაფერი ნათქვამი მაქვს. და ეს ყველანაირად, ყველა თემა საქართველოში არის პოლიტიზირებული. და გამოვარდებიან სულ ყველა. და დაიწყებენ, რომ აგერ თავშესაფარში ძაღლი მიიყვანეს, აგერ ამნაირ პირობებშია. აბა მიშას დროს იყო ძაღლები კაი პირობებში? მიშას დროს ხო ქუჩაში ყლავდნენ? თქვენ როგორ იღებთ ხმას? აი ესეთ აყაროლებულ საზოგადოებად ჩამოყალიბდა ეს ქვეყანა. აი ესეთ აყაროლებულ საზოგადოებად. და ერთმანეთის ზიზღის და სიძულვილის მეტი ქართველს არაფერი აღარ დარჩა ერთმანეთში. და რამეს ეტყვი და დედა შეგაგინებს. შეიძლება აქ იყოს კაი ხანი შენი ჭირიმე შენ გენაცვალეს გიძახოდეს და ერთ რაღაცას რო ეტყვი რომ უნამუსო ხარ, იმიტომ შენც ისეთი ღორი ხარ. შენი საქციელიდან გამომდინარე, შენც ისეთი ღორი ხარ, როგორიც არის ის ბიძინა და როგორი ღორიც არის ის მიშა. და როგორიც არის ის ჩხარტიშვილი და როგორი ღორებიც არიან ის რა ქვია ბიზნესმენები, ჭყონია თუ ვინა, მაგა დედას შევეცის უყველას ერთად აღებულს, ერთ უკრაინელ ბავშვებსო უფასოდ აჭმებსო მაკდონალდსიო. 2000 ემასში რა ქვია 22 წელს ქართველი ბავშვი არ გახსენები ამ დედა მოთხმოს. არ გახსენები ამდენი ხანი. და ისეთი ღორია ის ყანდურები. მილიონებს რო ვერ ითვლიან. და ელემენტარული საპატრიარქოს და ეკლესიას არ გაუკეთებია ერთი ინიციატივა, რომ მსგავსი რაღაცა ყოფილიყო გადმოღებული საპატრიარქოს ეგიდით, თუნდაც რომ მორჩენილი საჭმელი ყოფილიყო და გაჭირვებულს წაეღო. არა ეს ქვეყანა და ეს ხალხი უკეთესის ღირსი. აი ესა. ვიღაცას ერთი კომენტარი აქვს დაწერილი. ეროვნულ საქმედ გონია, ძმაო. კომენტარი დავწერე. აი, ბიჭო, ასე რამწაგიშალად აზროვნება. და მე ამდენი ქვეყანაში გინდა ბიჭო ოსმა და აფხაზმა იცხოვროს? ამდენი ქვეყნიდან რომ ოსი და აფხაზი გარბის გიყვირთ? რო არ აქვს არანაირი სურვილი? საკუთარ ერს, საკუთარ ხალხს ასე ექცევით. და გამოვა ისა გამოვლიან ახლა ქოცები ამა დებილი დედა შევეცი მე და ვაიმე სასაფლაოები იწმინდება, როდის ყოფილა მსგავსი რამე? ღმერთმა დალოცოს ჩვენი ესა რა ქვია? ჩიჩილაკა, რომ სასაფლაოები გაწმინდა.
აი ამითაა ბედნიერი ხალხი. ამითა. ხო ახლა ბევრს ლოცულობენ, აღდგომა მოდის. დანებებული მაქვს ძაღლებზე თავი, ვლაპარაკობ ადამიანებზე, რომლებიც იმ ძაღლზე დიდი აზროვნებით აღარანაირად არ არიან იმასკნელი. ერთი ასე დაუძახოს, იმან უშიშროებამ ფას, ან პარტიაში უთხრან ფას, ან იმან უთხრას, რა ქვია, ევროპის და ამერიკის ვიღაცა, მან ფას და საკუთარი ქართველის შეჭმაზე არიან გამწარებული ქვეყნის შინითაც და ქვეყნის გარეთაც. ძაღლი რა ამას. ამ დროს ჩნდება ძალიან კარგად სახი. და ამას აკეთებს ხალხი, რომელიც გუშინ პატრიარქის იმაში იყო, რა ქვია, გასვენებაში და ლოცულობდა. ესაა თქვენი სულიერება? ესაა თქვენი სულიერება? რა უნდა მოთხოვო ახლა ამ ბიონაგავს? რა უნდა მოთხოვო ამ ბიონაგავს ასეთი ქვეყნის პირველი პირი, ვინც ღმერთო დიდხანს გვიმყოფე? არ გიყვართ ზიან თქვენ. არც საქართველო გიყვართ. არც ქართველიერი გიყვართ, არც ამ ერის მომავალი გაინტერესებთ და გადარდებთ. თუ ვინმე გეტყვით, რომ დედამოწყნულები ხართ, ის გეზიზღებათ ყველაზე მეტად. არა მარტო ზედა კოცებს, აი ქვედა კოცები რო ხართ, აქ 50 ლარსაც რო არ გაძლევენ კომენტარის დაწერაში, იმათაც. ესაა სიმართლე. კოლექტიური რამიშვილები რო გამიხდით უყველა. ხო, რა ვიცი, ქალბატონო იზოლდა, მისდა სასიკეთოთ არავის არა აქვს, ესა რა ქვია, ტვინი გამორეცხილი მიეცი, აბა ერთი მანეთიანი 10-მანეთიანს თუ დაგიბრუნებს უკან და ერთი მისდა სასიკეთოთ რა არა აქვს გამორეცხილი, არავის. აბა უთხარი ერთი, მიდი აკადრე ერთი, მიდი გაბედე და აკადრე უთხარი, რომ ტვინი გამორეცხილი. იმას რო ეუბნები, ციოქს ნუ აწყობ ამ ძაღლის გულისთვის და ნუ ხარ ამ დღეში და სხვა რამეებია პრობლემაო, დაგწყევლის, ქალი თუა დაგწყევლის, შვილს, ძირს, მომავალს ყველაფერს ამოგიწყვიტავს. და კაცი თუ აქვს პარდაცოცხალს დაგამხობს თავზე. ეს როგორ თქვიო? აბა ძაღლი მოუხარშო? აბა ძაღლი ცოცხლად დავწვაო? დებილი იდიოტი. არ ვიცი, შესაძლებელი ყოფილა 100%-იანი ყოფილა ძმაო, 100%-იანი ყოფილა გებელსი, მიეცი წვდომა საინფორმაციო საშუალებებს და ნებისმიერ ერს ღორის კოლტად ვაქცეურო ამბობ. გადაქცეული. ეს დღე ახლა ხვალ დღეს რომელია? ხვალ დიდი მიტინგი იქნება ახლა და ახლა ძაღლის უფლებებზე შეიკრიბება ხალხი. მიწა იყიდება ბიჭო. ღვთისმშობლის სილხვედრი ქვეყნის მიწა იყიდება. მღვდელი ხმას არ იღებს, მთავრობა ხმას რა თქმა უნდა, გამყიდველი ასე ოპოზიცია ხმას არ იღებს. არავინ ხმას არ იღებს, ტელევიზიები, არავინ უბრალო ხალხი პრეტენზია რო აქვს, გამოფენილია შოა რუსთაველზე გაყიდული არა, ხმას არ იღებს არავინ. ძაღლს მოვიდა რაც ხდა გამორბის უყველა. ადრე ბარიგებზე იყო. ბარიგას რაღაცა მოუვიდოდა და ერთი მიტინგი იყო იმაში, რა ქვია. ბარიგები რო დაიჭირეს, მაშინ თეთრი ხმაურის მოძრაობა და ის ლამის რევოლუცია მოაწყვეს. და იმისი, რა ქვია, ამ ბარიგების ხელმძღვანელი, მაშინ ბახტაძის მოადგილედ გახდა ახალგაზრდობის იმაში, რა ქვია, დაცვით საქმეში. და თქვენ ეს ქვეყანა და ეს ხალხი გინდათ გამოასწოროთ? არ ვიცი. მართლმადიდებლობის რა გითხრათ და ძაღლმადიდებლობის კი გახდა ეგ ქვეყანა რა. ძაღლმადიდებლობის. ნუ რჩება ჩემო ტატო, რჩება და რჩება დარჩეს. მე მთელი ცხოვრება შევეცადი მის მერე რაც ჩავთვალე რომ ეს ქვეყანა იღუპებოდა და რაც ის მიდიოდა გადავდები ჩემი ყველაფერი პირად და შევეცადე რომ საზოგადოებრივ მიმართულებას მივყოლოდი რომ რაღაცა მაინც გამომეღვიძებია და მე ჩემი გზა მაქვს ცხოვრებისეული. ჩემი გზა მაქვს და რასაც ვაკეთებდი იმას არ გადაუხვევ, მაგრამ გული მწყდება უბრალოდ იმაზე რომ რაც დრო გადის აი დალოცულ ქვეყანაში, რომელიც მართლა დიდი ქართველების სისხლით, ხორცით, ოფლით, ჯაფით, რწმენით, თავგანწირვით იქნა მოტანილი, მართლმადიდებლები დღეს ძაღლმადიდებლები გახდნენ. აი ესა სიმართლე. და ერთმანეთის შეცოდება არა აქვთ, საკუთარი ქვეყნის სიყვარული არა აქვთ, ღმერთის რწმენა არ გაღაჩნიათ და ძაღლის და ერთმანეთის ლანძღვის მეტი არაფერი აქვს დარჩენილი. აუყო, მე ჩემსას ვიტყვი და
ამალმა თქვა ვიყიბლებოდა თუ არ გათენდება რა ჩემი საქმე არის ახლა აუყო ასე ვარ ახლა გავანებო თავი არ თქვა შევიცვალო 40 წლის ასაკში ეგა ასია შესაძლებელი ყოფილა აღდგომას ზეიმობს ხალხი თურმე ჩემო ტატო აღდგომას თურმე გზა გაუყვანს ის დაავიწყდათ რომ აღდგომაზე კვერცხის გადაგორება რო აუგრძალეს საფლავზე გასვლის თუ მკვდარი თურმე კორონას გადადებდა და ჯარისკაცები რო ქართველი ჯარისკაცი რო დააყენეს საფლავებზე იარაღით და პოლიცია რო დააყენეს ხელში რომ ვინმე თუ მოვა დაიჭირეთო რომ ამბობდი ნაცხოცი ერთიაო მიკვირდა მაგრამ მართლა ასე ყოფილ სახელი აქვს სხვადასხვა ნაცი და ქოცი თუ არა იდეოლოგიით აზროვნებით და სულისკვეთებით და საქმით საქმე მან შენ მან გამოგაჩინო შენ იყო ნაცი ასე აძრობდა ხალხს სულს არის ქოცი ასე აძრობს ხალხს სულს რა შეიცვალა გაერთიანდა ოპოზიციაო იძახი აი ოპოზიციაო ხო ამათ კლოუნადა შეხედე ოპოზიცია გაერთიანდა ეთქობა ძაღლის ამბებმა გაერთიანა ეს ოპოზიცია იმიტომ რომ გვარამია მამას ძაღლი დაამარხა საფლავზე საკუთარ მამას საფლავზე დაამარხა ძაღლი ადრე იყო ძველ საქართველოში იყო ძაღლს იყოს თქვენი მკვდრისასაო რო იტყოდნენ კაცმა დაამარხა საკუთარ მამას ძაღლი საფლავზე და ეს ადამიანი მოდის და ახლა უნდა შეგექმნათ მომავალი და მანამდე რაც ქონდა ნაკეთები დავანებოთ იმას თავი ხო ყველაფერი იცის და გადახედეთ იმ ოპოზიციას ის ნაციონალური მოძრაობა არის რომელი ნაციონალური მოძრაობაც მანამდე იყო ისევე ის ჩერგუა ისევე ის ბოკერია ისევე ის ციკლაურია ისევე ის გირჩია და ისევე ის ბიონაგავია რომელი ბიონაგავიც მანამდე დუღდა ნაციონალური მოძრაობა დავასრულეთ დასრულებული ნაციონალური მოძრაობა და სხვა ხალხია ახლა ხო რა სხვა სახელს რო დაირქმება მორჩა დამთავრდა რაზეა ლაპარაკი როგორ შეიძლება კითხვა გაგიჩნდეს ადამიანს რომ ესენი სხვები თუ არიან ახედეთ საქმეს კი ერთი ბაბუ ყავს საერთო ჯამში მაგ გაერთიანებას საქართველოს მოღალატეთა კავშირი ქვია ხო რა ვიცი აი ამის თქვა მინდოდა და რა ვიცი შევეცადე მეთქვა ასე რომ ჩემოკარგებო გაგრძელეთ შეგიძლიათ ჩემი ლანძღვა წყევლაც გააგრძელოთ გინებას გააგრძელოთ მიჩვეული ვარ თქვენაირებმა თუ არ მლანძღენ და მაგინენ და თქვენაირებმა თუ არ მწყევლენ მაშინ ტყილა მიცხობია თქვენაირებს რომ მოვეწონო მაშინ თავი უნდა მქონდეს მოსაკლავი აი ამის თქვა მინდა და ვინც ნორმალური ადამიანები ხარ და ვინც ნორმალური ადამიანები ისმენთ ამ ყველაფერს ეს ყველაფერი რაც დავდევი და რამტკიცებულებაც არის ბავშვთა სიკვდილიანობით შიმშილით სოციალური დაუცველობით და ელექტროენერგიის გაძვირებით და საჭმლის გაძვირებით იქნება დავფიქრდეთ ამაზე რომ იქნება ესა გვაქვს პრობლემა და იქნება ძაღლის მაგივრად ამაზე მაინც გაერთიანდეს ხალხი ამათ არ აინტერესებთ მეტი ვერ გაიგო ხალხი დიდი მადლობა ყველას კარგად ბრძანდებოდეთ